საბჭოთა კავშირის დროს ამ მონასტრის ადგილას ხან საწყობი მოაწყეს, ხან თეატრი. ბოლო 250 წლის განმავლობაში ამ ადგილმა მტრების შემოტევას რუსულ იმპერიას და ბოლოს თავად საბჭოთა კავშირსაც გაუძლო. ფერიცვალებას გილოცავთ და მე დღეს ფერიცვალების დედათა მონასტრის შესახებ მოგიყვებით. ეს ადგილი საჩინოს ან დარეჯან დედოფლის სასახლით უფრო არის ცნობილი. თბილისში ღვინის აღმართზე ულამაზესი აივანი ალბათ ბევრს გაქვთ ნანახი და ზუსტად აქ მდებარეობს ეს მონასტერიც. ეს ადგილი 1776 წელს დარეჯან დედოფალმა ერეკლე მეორის მეუღლემ ააშენა. ძველი ციხის გალავნის ბურჯზე მან საკუთარი სასახლე და კარის ეკლესია შექმნა. სახელიც ძალიან საინტერესოა საჩინო, ანუ თვალსაჩინო. ეს არის მართლა გამორჩეული ადგილი, საიდანაც ძველი თბილისი ხელის გულივით იშლება. 1795 წელს აღა მაჰმად ხანის შემოსევის დროს თბილისი თითქმის მთლიანად განადგურდა, მაგრამ ეს კომპლექსი გადარჩა. დარეჯან დედოფალი რუსეთის იმპერიამ სანქტ-პეტერბურგში გადაასახლა. ამიტომ 1824 წელს ეს ადგილი ეგზარქოს იოანას გადაეცა. კარის ეკლესია მაცხოვრის ფერიცვალების სახელზე აკურთხეს და აქ მამათა მონასტერი, მოგვიანებით კი სასულიერო სასწავლებელიც დაარსდა. სწორედ ამ ტაძრის წინამძღვარი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი წმინდა ამბროსი ხელაია. შემდეგ საბჭოთა ეპოქა მოვიდა. ეს ადგილი სხვადასხვა დროს თეატრადაც გამოიყენებოდა და საწყობადაც. 1991 წელს კომპლექსი საპატრიარქოს გადაეცა, ხოლო შემდგომ პერიოდში აქ დედათა მონასტერი აღდგა. ზუსტად ამიტომ გადავწყვიტე ფერიცვალების დღეს მომეყოლა ამ მონასტრის შესახებ. გილოცავთ კიდევ ერთხელ ფერიცვალებას, გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს და ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას და გაერთიანებას.